ჩვენ ვართ ძმები ურკულოები ვალენსიაში ფორთოხალი მოყავს ორგანული მეთოდი და კრაუდფარმინგის თანადამფუძნებლები ვართ. სხვა პროდუქტებიც მოყავს, მათ შორის ზეთის ხილი, რომლისგანაც ვამზადებთ ზეითუნის ზეთს, ასევე ნუში და სხვა კურკიანი ხილი. ჩვენი ფილოსოფია მხოლოდ ორგანული მეურნეობის წარმოება კი არ არის, არამედ რეგენერაციულისაც. დღეს ვკრებთ ფორთოხალს ვებსაიტით შემოსული შეკვეთებისთვის, რომელსაც დღესვე გაუგზავნით ოჯახებს მთელი ევროპის მასშტაბით. აღმოსავლეთ ესპანეთში ვალენსიასთან ახლოს ბეტერის მუნიციპალიტეტში გაშენებულ ამ ფორთოხლის ბაღში მოსავლის აღების ბოლო დღეა. გონსალომ და მისმა ძმამ გაბრიელმა დაახლოებით 15 წლის წინ გადაწყვიტეს ბაბუის ძველი ბაღის აღდგენა. ეს არ ჩვენ დაგვიგეგმავს და არც ბაბუას, რომ სოფლის მეურნეობისთვის მოგეკიდა ხელი. სწორედ ამიტომ ჩავაბარეთ უნივერსიტეტში, მაგრამ სწავლის დამთავრებისთანავე ბაბუა გარდაიცვალა და ფორთოხლის ბაღი მიტოვებული აღმოჩნდა. ეს მივიჩნიეთ შესაძლებლობად, რომ აქ ჩამოვსულიყავით და ეს ბაღი აღვედგინა. სოფლის მეურნეობაში სრულიად ჩაუხედავმა ორმა ძმამ ბაღის განახლება გადაწყვიტა. მათ მაშინვე რეგენერაციულ ორგანულ მეურნეობას მოჰკიდეს ხელი და თავად ყიდნენ იმ პროდუქტს, რომელიც მსხვილი საცალო სავაჭრო ობიექტების კრიტერიუმებს ყოველთვის არ აკმაყოფილებდა. ამ ფორთოხალში, რომელსაც ბაზარი დაიწუნებდა კანის დეფექტის გამო, პირდაპირ გაყიდვით ვიღებთ საფასურს. მის ხარისხს ზომა კი არ განსაზღვრავს, არამედ კვებითი ღირებულება. ძმებმა ფსონი ხის გასხვისების სისტემაზე დადეს. მაგალითად ეს ხე ასე ვთქვათ განპირობებულია, მას მაიკი ჰქვია. აი ამ დაფაზე წერია სახელი ვისიცაა. ეს ადამიანი იხდის წლიურ გადასახადს საკუთრებაში აღებული ხის მოვლა პატრონობისთვის. ფორთოხლის სეზონზე კი ჩვენ ვკრებთ ფორთოხალს და ვუგზავნით ამ ხალხს სახლში. რთულია წინასწარ გათვალო, როგორი იქნება ხილის მოსავალი ან მოთხოვნა. ხეხილის მომხმარებელზე გადაცემის გზით ჩვენ ვიბევებთ მოთხოვნის გარკვეულ მოცულობას და რაც მთავარია, მომხმარებლებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია იცოდეს, თუ ვინ მოიყვანა პროდუქტი და რა მეთოდებით. აუცილებელია ნარგავის დამცავი ბადით შემოღობა, განსაკუთრებით ამ კონკრეტულ მონაკვეთზე, რადგან აქ უბრალოდ კურდღლების შემოსევაა. როგორ ხართ, როგორ მიდის ფოტოების გადაღება? ძალიან კარგად. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით გადარგვის პროცესს და იმ ადგილებს, სადაც ნერგებს ხელახლა დარგვა სჭირდებათ. გარდა ამისა, წლის განმავლობაში თითოეულ განსხვისებულ ნერგს ვუღებთ ფოტოს და მომხმარებელს შეუძლია თვალი ადევნოს, თუ როგორ იზრდებოდა მისი ხე წლების განმავლობაში. ფორთოხლის ბაღში საკუთარი მეთოდით ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ ძმებმა ურკულოებმა 2017 წელს ბაღი გააფართოვეს. მათ შექმნეს კომპანია კრაუდფარმინგი, რომელიც ახლა ორგანული პროდუქტების პირდაპირ გაყიდვის ყველაზე დიდ პლატფორმად იქცა ევროპაში. შეგიძლიათ თქვენ სახელზე გააფორმოთ ხე, შეგიძლიათ შეიძინოთ შერეული პროდუქტის პაკეტი, გამოიწეროთ ხილი ან ბოსტნეული და შეიძინოთ პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე. ასევე აირჩიოთ ფერმა და შეხვდეთ ამ ფერმის პატრონს. ჩვენ პირდაპირ ვაკავშირებთ ერთმანეთთან ფერმებსა და მომხმარებლებს. ჩვენს პლატფორმაზე 300,000-ზე მეტი ხის სპონსორობა იკისრა უკვე მომხმარებელმა. ამ 300,000 ხეს ფერმერები უვლიან და იციან, რომ მოწეულ მოსავალში სამართლიან ფასს გადაუხდიან. sabiendo que van a recibir un precio justo por esa cosecha. Crowdfarming 300-ზე მეტი პარტნიორი მწარმოებელი ჰყავს მთელ ევროპაში. მათ შორისაა ფერნანდო, რომელსაც ვალენსიიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 100 კილომეტრის დაშორებით ხვდებით. ფერნანდო ამ ზეთისხილის ბაღს უვლის, რომელიც რამდენიმე წლის წინ ტრადიციულიდან ორგანულ მეურნეობაზე გადაიყვანა. ჩვენ ზეთის 5 სახეობას ვაწარმოებთ. ეს კოლოფი განკუთვნილია კრაუდფარმინგისთვის. აი აქ ბიდონზე დავაწერთ თუ რომელი ზეთისხილის ხის ნაყოფისგან არის მიღებული ეს ზეთი. ერთი ცისტერნის ან 10,000 ლიტრა ზეთის ერთბაშად გაყიდვა იმავე მოგებას არ იძლევა, რასაც ცალკეული ოჯახებისთვის მიყიდვა, რომლებიც მზად არიან ცოტა მეტი გადაიხადონ ძალიან მაღალი ხარისხის ზეთში. ეს მოგების საკითხია. ეს ბალახი აქ ძალიან მაღალი იყო და ამ ორმა სახედარმა აქაურობა მთლიანად მოასუფთავა. ისინი ჩვენი საუკეთესო მუშაკები არიან. ფერნანდო გვარწმუნებს, რომ პირდაპირ გაყიდვები ანაზღაურებს ორგანული მეთოდებით მოწეული მოსავლის ხარჯს, რომელიც ბევრად აღემატება ტრადიციული სოფლის მეურნეობისას. კრაუდფარმინგის მეშვეობით ფერმას 3,000-ზე მეტი ერთგული მომხმარებელი ჰყავს.
აქ ყველახეს თავისი სპონსორი ყავს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მთელი მოსავალი იყიდება იმ მომხმარებლებზე, რომლებიც ამ ხის მოსავლის სპონსორები არიან. წარმოებელთა ქსელის მხარდასაჭერად crowd farming-ი ევროპაში რამდენიმე ლოგისტიკურ ცენტრს მართავს. მათ შორის ყველაზე დიდია ვალენსიაში მოქმედი ცენტრი crowdlog-ი. ვინაიდან ჩვენ სეზონურ პროდუქტებთან ვმუშაობთ, ყოველთვის ვზრუნავთ, რომ ეს პროდუქტი იყოს ყველაზე ახალი, უმაღლესი ხარისხის და ძალიან კარგად შეფუთული. პროდუქტის დახარისხება, შეფუთვა და მიკვლევადობა. ეს ყველა რგოლი მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას უწყობს ხელს. ჩვენი ბიზნესის პროცესის სირთულე იმატებს, რადგან ჩვენ სხვადასხვა გადამზიდავთან თანამშრომლობთ. ეს საშუალებას გვაძლევს ყველგან გაცილებით სწრაფად მივეწოდოთ პროდუქცია. ჩვენ არ ვიმარაგებთ პროდუქტს. გარემო რაც შეიძლება ნაკლებად რომ დავაბინძუროთ, ჯობია სატვირთო რომ მანქანები სავსე იყოს. გასულ წელს 10,000 კილოგრამზე მეტი პროდუქტი შემოგვივიდა ამ ცენტრში და თითქმის 2 მილიონი ყუთი გავგზავნეთ. ეს ყუთები შვედეთისთვისაა განკუთვნილი, რომლებშიც გუშინ დაკრეფილი ფორთოხალი აწყვია. ამ ხილს 4 დღეც არ დასჭირდება საბოლოო მომხმარებელთან რომ მივიდეს. კომპანია crowd farming-მა 2024 წელს 65 მილიონი ევროს მოცულობის პროდუქტი გაყიდა. ახლახან ფრანგული საკვების დახარისხების პლატფორმის შეძენის შემდეგ კომპანიის პარტნიორი მწარმოებლების რიცხვი 10,000-ზე ავიდა. მომხმარებლებისა კი 2 მილიონს ევროპის დაახლოებით 30 ქვეყანაში. ჩვენი პირდაპირი გაყიდვების პლატფორმა მხოლოდ ბერკეტია, რომელიც ჩვენი ჭეშმარიტი მისიის შესრულებაში გვეხმარება. ჩვენი მისია კი ის არის, რომ არსებობდეს ორგანული და რეგენერაციული სოფლის მეურნეობა და ის ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლებისთვის. გარდა ამისა, გვინდა სრულიად გარდავქმნათ სექტორი, რომელშიც გარკვეული მოდელი აღარ მუშაობს. გვინდა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ, რაც აღარ ამართლებს. ამ გერმანელი ტურისტების წყვილს არავის დარწმუნება აღარ სჭირდება. ისინი ძმები ურკულოების კიდევ ერთ ფერმაში ზეთისხილის ხის სპონსორები არიან და ამ ფორთოხლის ბაღის სანახავად მოვიდნენ, სადაც ყველაფერი დაიწყო. ჩვენ მოგწონს ეს კონცეფცია, რადგან ის ეკოლოგიურია. არ იყენებს ჰერბიციდებსა და პესტიციდებს. ეს კონცეფცია მარტო ადამიანისთვის კი არ არის სასარგებლო, არამედ პლანეტისთვისაც უკეთესია. ყველას გირჩევთ მიმართოთ ამ მეთოდს. ეს ფორთოხალი ბევრად უფრო გემრიელია, ვიდრე სუპერმარკეტისთან ჩვენც ვაკეთებთ რაღაც კარგს. ჩვენი ოცნებაა სხვა ფერმერებს ვაჩვენოთ, რომ რეგენერაციული ორგანული მეურნეობის წარმოება შესაძლებელია და რომ ეს არის ევროპის გამოკვების რეალური გზა. გვინდა მთელი ევროპის მოსახლეობის ალტერნატივად ვიქცეთ და არ ვიყოთ მხოლოდ ნიშურ ბაზარზე. გარდა ამისა, ეკოლოგიური მეთოდებით სოფლის მეურნეობის მართვა ძალიან მომგებიანია და სულ უფრო მალე მიხვდები, რომ სწორედ ამ გზით ვუტოვებთ უკეთეს მიწას შემდეგ თაობას. la tierra para los que vienen después.